მოდით ვისაუბროთ იულიუს კეისარზე. კაცზე, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარი თავი ლეგენდად აქცია. სიცოცხლეშივე თითქმის ღმერთად შერაცხეს, მაგრამ ძალაუფლების ზენიტში მოკლეს. ეს არის ისტორია, რომელიც იცით დღესაც კი არ კარგავს აქტუალობას. და მისი აღსასრული უბრალოდ სასტიკი იყო. 23 ჭრილობა ხანჯლით და იცით რა არის ყველაზე შოკის მომგვრელი? ეს დარტყმები უცხოელი მტრებისგან კი არ მოსულა, არამედ მისივე მოკავშირეებისგან, მისივე მეგობრებისგან. ამბობენ, რომ მისი ბოლო სიტყვები იყო შენც შვილო? წარმოგიდგენიათ, ეს ფრაზა უბრალოდ ყველაფერს ამბობს ღალატზე. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელიც დღესაც გვაწუხებს. როგორ მივიდა საქმე აქამდე? კარგი, მოდით, ზუსტად ამაში გავერქვეთ. როგორ მოხდა, რომ რომის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი, კაცი, რომელიც ცნობილი იყო თავისი გულმოწყალებით, მტრებსაც კი რომ პატიობდა და ხალხის უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა, საბოლოოდ სწორედ იმ ადამიანების ხელით მოკლეს, ვინც მან ფაქტობრივად სიკვდილისგან იხსნა. აი ეს არის მთავარი გამოცანა. ამის გასაგებად, მოდით დროში უკან გადავინაცვლოთ. წარმოვიდგინოთ ახალგაზრდა კეისარი. ის არისტოკრატია, კებატომა, კეთილშობილი ოჯახიდან, მაგრამ მისი ოჯახი არც ისე მდიდარია, როგორც სხვაები. ასე რომ მან თავიდანვე იცის, რომ საკუთარი გზა თვითონ უნდა გაიკვალოს. აი მაგალითად, ეს ამბავი 25 წლის ასაკში შეემთხვა, როცა მეკობრეებმა შეიპყრეს. და იცით, ეს ისტორია უბრალოდ ლეგენდარულია და კარგი მიზეზითაც. ეს გვიჩვენებს, უბრალოდ წარმოუდგენელი დონის თავდაჯერებულობას. კაცი ჯაჭვებშია ტყვეა, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს სიტუაციას ისმართავდეს. ანუ წარმოიდგინეთ სცენა. მეკობრეები ვეუბნებიან გამოსასხიც 20 ტალანტ ვერცხლს და ის იცინის. შეურაცხყოფილია, რომ ასე იაფად შეაფასეს. დაეუბნება, რა 20, მინიმუმ 50 უნდა მოითხოვოთ. აი, ეს იყო კეისარი. მისთვის ეს გატაცება კი არ იყო, არამედ საქმიანი მოლაპარაკება, სადაც ყველაზე ძვირფასი აქტივი თავად იყო. წარმოუდგენელია რა. და მეკობრეებმა რა თქმა უნდა გაიცინეს, როცა კეისარი დაემუქრა, დავბრუნდები და ყველას ჯვარს გაცვამთო. დიდი შეცდომა. როგორც კი გამოისყიდეს, კეისარმა ზუსტად ეს გააკეთა. შეკრიბა ფლოტი, დაიჭირა ისინი და სიტყვა შეასრულა. აი აქედანვე ჩანს მისი ხასიათი. ის რასაც ამბობდა, ყოველთვის სრულდებოდა. კარგი, ამ ამბების შემდეგ გადავინაცვლოთ რომში, მის პოლიტიკურ კარიერაზე. აქ ის იყენებს თავის მთავარ იარაღებს, წარმოუდგენელ ქარიზმას, ორატორულ ნიჭს და სხვათა შორის უზარმაზარ ვალებს. დიახ, ის დიდ ფულს ხარჯავდა, რომ ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ეს მუშაობდა. და აი, აქ იქნება პირველი ტრიუმვირატი. ეს არ იყო ოფიციალური თანამდებობა, ეს იყო საიდუმლო, მაგრამ უძლიერესი ალიანსი. ამ სამმა კაცმა ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო რომის მართვის სადავეები და სენატს გვერდი აუარა. დაფიქრდით, იდეალური კომბინაცია. კეისარი იყო გონება და სტრატეგია, პომპეუსი სამხედრო ძალა, კრასუსი კი ფული. ერთად ისინი უძლეველები იყვნენ. და შემდეგ იწყება გალიის ომები. იცით, ეს არ იყო უბრალოდ ომი. ეს იყო თანამედროვე ენაზე, რომ თქვათ, ძველი რომის პირველი ბლოკბასტერი. კეისარი ფრონტის ხაზიდან წერდა თავის კომენტარებს და რომში ამას კითხულობდნენ როგორც სერიალის ახალ ეპიზოდს. ამან ის ნამდვილ სუპერვარსკვლავად აქცია. და თუ გვინდა ვნახოთ კეისრის გენიის მწვერვალი, მაშინ ალეზიის ალყაზე უნდა ვისაუბროთ. აქ მან რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა. ეს არის ბრძოლა, სადაც მან ჯერ მტრედი მოაქცია ხაფანგში და მერე ფაქტობრივად საკუთარი თავიც მათთან ერთად ჩაკეტა. სიტუაცია ასეთია. კეისარს გალების ჯარი ყავს ალყაში მოქცეული. მაგრამ უეცრად ზურგიდან მას უახლოვდება კიდევ უფრო დიდი დამხმარე არმია. ანუ ახლა კეისარი და მისი ჯარია შუაში მოქცეული. მათ ალყაში მოაქციეს ის, ვინც ალყას შემოარტყა. სიტუაცია ფაქტობრივად უიმედოა. და რას აკეთებს კეისარი? რაღაც გენიალურს. ის აშენებს მეორე კედელს, რომელიც გარეთ იყურება. ანუ მისი არმია აღმოჩნდა ორ კედელს შორის ერთგვარ გამაგრებულ სენდვიჩში. და ამ პოზიციიდან ის ებრძვის ორ არმიას ერთდროულად, შიგნითაც და გარეთაც. და წარმოუდგენელია, მაგრამ ორივე სამარცხებს. მაგრამ რომში დაბრუნების დრო რომ დგება, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ტრიუმვირატი ფაქტობრივად აღარ არსებობს, კრასუსი ბრძოლაში დაიღუპა, პომპეუსი კი, რომელიც სენატის მხარეს გადავიდა, კეისრის უზარმაზარ პოპულარობაში უკვე საფრთხეს ხედავს.
სენატი კეისარს ულტიმატუმს უყენებს: დაშალე შენი არმია და რომში დაბრუნდი როგორც რიგითი მოქალაქე. მაგრამ კეისარმა იცის, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ მისი მტრები მას გაასამართლებენ და პოლიტიკურად გაანადგურებენ, ასე რომ მის წინაშე არჩევანია: ან დანებდეს და ყველაფერი დაკარგოს, ან დაიწყოს სამოქალაქო ომი. და ის იღებს გადაწყვეტილებას. თავისი ჯარით კვეთს მდინარე რუბიკონს. ეს სწორედ აქედან მოდის ცნობილი ფრაზა. იმ დროის კანონით ეს იყო ღალატი, უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ეს იყო მომენტი, როცა მან თქვა: კამათელი გაგორებულია. რესპუბლიკა სამოქალაქო ომში ჩაეფლო. სამოქალაქო ომი სწრაფი და გადამწყვეტი გამოდგა. პომპეუსი დამარცხდა, ეგვიპტეში გაექცა, სადაც ის მოკლეს. და აი კეისარი ბრუნდება რომში, როგორც ერთადერთი და უდავო მმართველი. მთელი ძალაუფლება მის ხელშია. და რას აკეთებს ის ამ ძალაუფლებით? იწყებს რეფორმებს. ის ქმნის ახალ კალენდარს, იულიუსის კალენდარს, რომლის ვერსიასაც ფაქტობრივად დღემდე ვიყენებთ. ამსუბუქებს ვალებს, იწყებს გრანდიოზულ მშენებლობებს, ანიჭებს მოქალაქეობას პროვინციელებს. ეს ყველაფერი რომს წლების ქაოსის შემდეგ სტაბილურობას უბრუნებს. მაგრამ მას ანიჭებენ ტიტულს მუდმივი დიქტატორი. დიქტატორის სიცოცხლის ბოლომდე. ბევრი არისტოკრატისთვის ეს უკვე მეფეს ნიშნავდა. დაამატეთ ამას მისი რომანი ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან და მიიღებთ შიშს. დიდ შიშს, რომ კეისარი რესპუბლიკას გაანადგურებდა. და აი, აქ მივდივართ ყველაზე დიდ ირონიამდე, თხელ ამ ისტორიაში. იცით რა იყო კეისრის საბედისწერო შეცდომა? ცისასტიკე? არა. პირიქით, მისი გულმოწყალება. მისი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ის სამოქალაქო ომში დამარცხებულ მტრებს პატიობდა და თანამდებობებზეც კი ნიშნავდა. ამის კარგი მაგალითია მუნდას ბრძოლა, მისი ბოლო დიდი შეტაკება. იქ ყველაფერი კინაღამ კატასტროფით დასრულდა. მისი გამოცდილი ვეტერანების არმია იშლებოდა. და რა ქნა კეისარმა? აიღო ფარი, გავიდა წინა ხაზზე და რიგითი ჯარისკაცივით დაიწყო ბრძოლა. მისმა პირადმა მაგალითმა შემოაბრუნა ბრძოლის ბედი. მოგვიანებით მან თქვა, რომ სხვა დროს გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, აქ კი ჩემი სიცოცხლისთვისო. ახლა კი დაუბრუნდეთ შეთქმულებს. მთავარი ორგანიზატორები, მარკუს ბრუტუსი და გაიუს კასიუსი, ვინ იყვნენ? ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კეისარმა ომში დაამარცხა, შემდეგ შეიწყალა და მაღალ თანამდებობებზეც კი დაანიშნა. ანუ ისინი საკუთარ სიცოცხლეს და კარიერას სწორედ კეისარს მდაუმადლოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გულმოწყალებას ისინი ყოველდღიურ დამცირებად თვლიდნენ. და რა მოიტანა ამ კვლელობა? შეთქმულებს სურდათ რესპუბლიკის გადარჩენა, მაგრამ შედეგი ზუსტად საპირისპირო აღმოჩნდა. ამ აქტმა გამოიწვია ახალი კიდევ უფრო სისხლიანი სამოქალაქო ომები, რომელთა ბოლოსაც კეისრის მემკვიდრე ოქტავიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი. ანუ მათმა ქმედებამ ზუსტად ის სისტემა შექმნა, რომლის წინააღმდეგაც თითქოს იბრძოდნენ. ასე რომ, საბოლოოდ რა იყო კეისრის მკვლელობა? რესპუბლიკის გადარჩენის წარუმატებელი მცდელობა? თუ უბრალოდ ტრაგიკული შეცდომა, რომელმაც ზუსტად ის გაანადგურა, რის დაცვასაც მკვლელები აცხადებდნენ, რომ ცდილობდნენ? ეს კითხვა ალბათ დღესაც ღიად რჩება და პასუხი არც ისე მარტივია.